თუ დღეს თქვენს შვილს ან ქალიშვილს უნივერსიტეტში აგზავნიდით, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდით, რასაც 10 წლის წინ მიიღებდით. თაობების განმავლობაში ებრაული ოჯახები ერთ მარტივ დაპირებას სცამდათ. იმუშავე გულმოდგინედ, მიიღე კარგი განათლება და შესაძლებლობების კარი გაიღება. უნივერსიტეტები იყო ადგილები, სადაც ახალგაზრდები იკვლევდნენ საკუთარ თავს, ეჭქვეშ აყენებდნენ იდეებს, ამყარებდნენ სამუდამო მეგობრობას და ემზადებოდნენ, რომ შეეცვალათ მსოფლი. დღეს ძალიან ბევრი ებრაელი სტუდენტისთვის ეს დაპირება დარღვეულია. მე-7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ვუყურებ იმას, რასაც ბევრ ჩვენგანს არასდროს წარმოედგინა, რომ თავის სიცოცხლეში იხილავდა. ებრაელი სტუდენტები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კამპუსებზე მალავენ. დავითის ვარსკვლავებს, იხსნიან კიბებს, არ ესწრებიან გარკვეულ ლექციებს და საკუთარ ქავს უსვამენ კითხვას. უსაფრთხოა თუ არა ღიად საუბარი. არა იმის გამო, რასაც ისინი სწამთ, არამედ იმის გამო, ვინც ისინი არიან. დაფიქრდით ამაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს 1000-ობით მილის დაშორებით აგზავნით, 100,000 დოლარს იხდით განათლებაში და მაინც გეშინიათ, რომ მან შეიძლება თავი უსაფრთხოდ არ იგრძნოს იმის სათქმელად, რომ ებრაელია. არც ერთ მშობელს არ უნდა მოუწიოს ასეთი არჩევანის გაკეთება. მაგრამ ეს მხოლოდ ანტისემიტიზმს არ ეხება. ეს ასევე ეხება კითხვას, თუ უზრუნველყოფს თუ არა ტრადიციული უნივერსიტეტის მოდელი იმას, რისთვისაც ოჯახები იხდიან. უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. სტუდენტები ასრულებენ სწავლას უზარმაზარი ვალით. ბევრს უჭირს იპოვოს მნიშვნელოვანი სამუშაო იმ სფეროში, რომელსაც სწავლობდნენ. დამსაქმებლები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ კურსდამთავრებულებს არ აქვთ საჭირო უნარები. ამიტომ დღეს ჩვენ ერთდროულად 3 კრიზისს ვაწყდებით. კუთვნილების კრიზისი, ხელმისაწვდომობის კრიზისი და ნდობის კრიზისი, თავად უმაღლეს განათლებაში. მაგრამ როცა ებრაელი ხალხი გამოწვევას აწყდებოდა, ჩვენ არასდროს გვიკითხავს მხოლოდ როგორ გადავრჩეთ. ჩვენ გვიკითხავს, როგორ შევქმნათ რაღაც უკეთესი. და მე მჯერა, რომ სწორედ ეს არის ის კითხვა, რომელიც ახლა უნდა დავსვათ. რადგან მაშინ, როცა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში კამპუსებზე ყურადღება ძირითადად იმაზეა გამახვილებული, თუ რა არასწორად ხდება, ისრაელში ჩუმად რაღაც განსაკუთრებული ხდება. ისრაელის უნივერსიტეტები მსოფლიო ლიდერები გახდნენ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, მედიცინაში, მეწარმეობასა და ინოვაციებში. ებრაული უნივერსიტეტი, ტექნიონი, ვაიცმანის ინსტიტუტი, თელ-ავივი, ჰაიფა, ბარ-ილანი. ეს ინსტიტუტები ზრდიან იმ მეცნიერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს, რომლებიც ჩვენი სამყაროს მომავალს აკალიბებენ. და ისინი ამას აკეთებენ სტარტაპების ქვეყანაში, პლანეტის ყველაზე გამორჩეულ ინოვაციურ ეკოსისტემაში. წარმოიდგინეთ, რომ იღებთ თქვენს დიპლომს იქ, სადაც ყოველ დღე იბადება გარღვევითი იდეები, დეები. წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ქმნიან კომპანიებს, კურნავენ დაავადებებს, ავითარებენ სიცოცხლის გადამრჩენ ტექნოლოგიებს და წყვეტენ გლობალურ პრობლემებს. წარმოიდგინეთ, რომ იღებთ მსოფლიო დონის განათლებას, ბევრ ამერიკულ უნივერსიტეტზე ბევრად ნაკლებ ფასად. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ წარმოიდგინეთ სწავლა ისეთ ადგილას, სადაც თქვენი ებრაული იდენტობის ახსნა, დაცვა ან დამალვა არ გიწევთ. ეს შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა. უმეტესმა ოჯახმა უბრალოდ არ იცოდა, რომ ეს არსებობდა. ამიტომ მე და ჩემი მეგობარი ლისა ბარკანი დავაფუძნეთ კამპუს ისრაელი. არა იმიტომ, რომ გვინდოდა სტუდენტები რთული კამპუსებიდან გაქცეულიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ გვინდოდა მათ განსაკუთრებული შესაძლებლობებისკენ ერბინათ. კამპუს ისრაელი არსებობს იმისთვის, რომ გააღოს კარი, რომლის არსებობაც ძალიან ბევრ ოჯახს არც კი სმენია. ჩვენ ვეხმარებით ინგლისურად მოსაუბრე სტუდენტებს, აღმოაჩინონ ინგლისურ ენაზე სწავლების საგანმანათლებლო პროგრამები, გაიარონ მიღების პროცესი, აიწყონ კარიერა და გახდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საზოგადოების ნაწილი. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დიპლომის მიღება. ეს ეხება ებრაელი ლიდერების ახალი თაობის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდებს, რომლებიც დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და დაკავშირებულები არიან ისრაელთან. არა მხოლოდ ემოციურად, არამედ აკადემიურად და პროფესიულადაც. ვინ გახდება მეწარმე, ექიმი, ინჟინერი, დიპლომატი, მეცნიერი და ინოვატორი და დაბრუნდება სახლში, ვინ გააძლიერებს ებრაელ ხალხს
სადაც არ უნდა წაიყვანოს ცხოვრება. ყოველ ქაობას აქვს თავისი გამსაზღვრელი გამოწვევა. მე მჯერა, რომ ჩვენი გამოწვევა არის შევწყვიტოთ გვიტოთ გადახილი ვარაუდების მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენთვის ნაცნობია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა, რომ აკადემიური წარმატებისკენ მხოლოდ ერთი გზა არსებობდა. ასე არ არის. ხშირად ყველაზე დიდი შესაძლებლობები სწორედ თვალწინ, ყველას თვალშია დამალული. ებრაული უმაღლესი განათლების მომავალი მხოლოდ ჩვენი სტუდენტების მტრული დამოკიდებულებისგან დაცვაზე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მათ კიდევ უფრო დიდ რამეს მივცეთ. დაჯერებულობა, მიზანი, შესაძლებლობა და ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ წარმატებას, როგორც სწავლულები, ასევე ამაყი ებრაელები. ჩვენი შვილები იმსახურებენ მეც, ვიდრე უბრალოდ გადარჩენას. ისინი იმსახურებენ აკვავებას. და მე მჯერა, რომ ეს მომავალი იწყება აქ, ისრაელში სწავლით.